ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2023 წელი ამოცანა ნომერი 31. 1 სანტიმეტრი რადიუსის მქონე დამუხტული გამტარი სფეროს პოტენციალი, მისი ზედაპირიდან 3 სანტიმეტრით მანძილით დაშორებულ წერტილში არის 4 ვოლტიო, განსაზღვრეთ სფეროს ცენტრის პოტენციალი. და ამასთან გითხრეს, რომ უნდა მიჩნეულია პოტენციალი სფეროდან უსასრულოდ შორსო. აი, დავიღოთ სფერო. სფერო. რომლის მუხტი იყოს პირობითად ქუმუხტი იყოს ამ სფეროს, ეს სფერო არის ქუმუხტით დამუხტული, აქ იყოს ცენტრი, ცენტრიდან პირობითად ეს იყოს R1 მანძილი და გითხრეს მოცემულობით, რომ სფეროს რადიუსი არის, იგი ჩვენი აღნიშვნებით R1 ტოლი არის 1 სანტიმეტრის და სფეროს პოტენციალი მისი ზედაპირიდან 3 სანტიმეტრით მანძილით დაშორებულ წერტილში, ესე იგი ცენტრიდან ეს წერტილი ავიღოთ, პირობითად ეს იყოს რაღაც A წერტილი. რადგანაც ზედაპირიდან A წერტილამდე 3 სანტიმეტრი არის მანძილი, ხოლო ცენტრიდან ეს თვითონ ეს R1 არის, ეს 1 სანტიმეტრია ჯამში, ცენტრიდან ამდე მანძილი, აი ეს მანძილი, ტოლი გამოგდის, მოდი ეს იყოს R2 ტოლი. ეს ტოლი გამოგდის, მოდი ახლა დავწეროთ R2 ტოლი არის უკვე 3 სანტიმეტრი არა, 4 სანტიმეტრი იქნება, ხო? ასე და ვიკითხებიან ცენტრის პოტენციალს. ხო, იქიდან გამომდინარე, რომ სფეროს პოტენციალზე როცა ვსაუბრობთ, სფეროს შიგნით და აგრეთვე მის ზედაპირზე ყველგან ნებისმიერ წერტილი რო ავიღოთ სფეროს შიგნით, მის ზედაპირზეც ეს პოტენციალები ერთმანეთის ტოლია, განსხვავებით დაძაბულობისგან, რომელიც 0 არის სფეროს შიგნით, ყველგან ერთნაირი არის და გამოითვლება შემდეგი ფორმულით. ესე იგი, როდესაც R ნაკლებიან ტოლი ამ შემთხვევაში R1-ზე, ამ შემთხვევაში φ ტოლი არის K-Q შეფარდებული 1. ჩვენ შემთხვევაში გვაინტერესებს აი სწორედ ამ სიდიდის გამოთვლა. მეორე მხრივ φ წერტილში ტოლი იქნება, φ წერტილში ტოლი იქნება K-Q შეფარდებული R2-თან. მოდი აქ მანძილი R1, იმიტომ რომ ზედაპირი ავიღოთ. აქ ახლა მთავარი იდეა რა არის ამ ამოცანის? ჩვენ მთავარი არის აი ზედაპირზე გამოვითვალოთ, ისი ტოლი არის პოტენციალი. და ის დაემთხვევა ცენტრში პოტენციალს, რადგანაც ზედაპირზე და შიგნით ყველგან ერთნაირია და ჩვენ შეგვიძლია აქ გამოვითვალოთ და იგივეა რომ ცენტრში გამოგვითვალა, ხო? აი ამ წერტილში. ესე იგი, φ წერტილში ცენტრში ტოლი ყოფილა K-Q შეფარდებული R1-თან. ეს კი მეორე მხრივ ტოლია, K-Q არის K-Q შეფარდებული R1 კი ვიცით, აგერ 1-ია. ესე იგი, φ0, რასაც ვეძებთ საძიებელი φ0. ტოლი ყოფილა K-Q-სი, ხო? K-Q-სი და მეორე ხო φ წერტილში უდრის K-Q შეფარდებული R2 კიდე მოცემულობით 4-ია, რომელიც თავისუფლად ტოლი არის 4 ვოლტისო, ხო? 4 ვოლტისო. საიდანაც თვითონ K-Q ტოლი გამოგდის 4x4, 16 ვოლტი და φ0, ესე იგი K-Q-თ 16 ვოლტია, φ0 სწორედ K-Q არის და ესეც 16 ვოლტი გამოგვივა. ესე იგი, საბოლოოდ თუ დავწერთ პასუხს, φ ცენტრში φ0 თუ φ-ო ტოლი ყოფილა 16 ვოლტის. პასუხი E.